Sisi-Lounge-ში სეცხი 500 ლარამდე უპროცენტოდ, ხოლო არსებული კლიენტებისთვის 1500 ლარამდე გაზრდილი ლიმიტი, როცა ფული გჭირდება. Sisi-Lounge. მუსიკალური შოპინგცელები გავერთოთ ბოლომდე. კაშკაშა შოპინგცელები ისიანათებენ იშვიათი პატარა სათამაშოების ლიმიტირებული წარმოება. ახალი შოპინგცელები გიბიძგებენ, რომ შეიძინოთ და ყველგან თანატაროთ. შოპინგის მეხუთე სეზონი თითოეული იყიდება ცალ-ცალკე. ექსკლუზიურად XS სათამაშოების მაღაზიათა ქსელში. ტელეკომპანია პირველი წარმოგიდგენთ. სასტუმროები, ბინები, აგარაკები და კერძო სახლები. მშენებლობა და სამშენებლო მასალები. დიზაინერები და არქიტექტორები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. ვიყურეთ ყოველ შაბათს 23 საათს. უძრავი ქონება. გადაცემის სპონსორია იზოჯამი. დაზოგე 90%-მდე ენერგოხარჯი ენერგოეფექტიანი საიზოლაციო მასალებით. იზოჯამი 50 წლიანი გამოცდილება. გადაცემა უძრავი ქონების სპონსორია არქიტექტურული სტუდია არქარია. აშენე მომავალი არქარიასთან ერთად. ნინო კუზანოვასთან ერთად TV პირველის ეთერში განაგრძობს თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვას. ჯანდაცვის სპეციალისტების მნიშვნელოვანი და სასარგებლო რჩევები, წვავე პრობლემების გადაჭრის გზები, ამომწურავი პასუხები თქვენს ყველა კითხვაზე. ვის მივმართოთ სად და როდის? ყოველ შაბათს 18 საათზე TV პირველის პირდაპირ ეთერში. სოს ნინო კუზანოვასთან ერთად. საღამომშვიდობისა, თქვენ უყურებთ ვახოსანაიას ამბებს 19 საათზე. ყოფილი ხელისუფლების პერიოდის ორი გახმაურებული ამბავი. ბოლო 2 დღის განმავლობაში 2 საქმეა აქტუალური. გუშინ უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა სააპელაციოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის ყოფილი ექსპერტი ლევან ჩაჩუა უდანაშაულოა. უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო პროკურატურის საკასაციო საჩივარი. დღეს კი კიდევ ერთი საქმე გააქტიურდა. პროკურატურამ საგანგებო ბრიფინგზე საზოგადოებას ამცნო ფოტორეპორტიორების საქმის აქამდე უცნობ დეტალებზე. ამავე საქმეზე დაკავებულია კონტრდაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი და დადგენილებაა გამოტანილი ბრალდების შესახებ ციხის ყოფილი დირექტორის მიმართ.
პროკურატურამ დღეს ფოტორეპორტიორების საქმის დეტალები გაასაჯაროვა. გამოძიებამ დღეს ისიც თქვა, რომ ფოტორეპორტიორების საქმეზე დავალება შესაძლოა მოდიოდა სხვა მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან. ჩვენი გადაცემის პირველ ნაწილში სწორედ ფოტორეპორტიორების საქმეზე ვისაუბრებდა, ჩვენი სტუმრები იქნებიან გიორგი აბდალაძე და ირაკლი გედენიძე. მეორე ნაწილში კი გახმაურებულ საქმეებზე დისკუსია გაიმართება ჩვენ სტუდიაში. ფოტორეპორტიორების საქმე. დაკავებულია კონტრდაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი. ციხის ყოფილი დირექტორის მიმართ კი გამოტანილია დადგენილება ბრალდების შესახებ. პროკურატურა განაჩენის გადასინჯვასა და სასამართლოში ფოტორეპორტიორების გამართლებას მოითხოვს. პროკურატურამ საიდუმლო გრიფის მიმნიჭებელ უწყებებთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად მოახდინა ფოტორეპორტიორების საქმის ყველა ძირითადი მასალის და დოკუმენტის განსაიდუმლოება. გამოძიება საზოგადოებას აქამდე უცნობ დეტალებს უყვება. სამართალდამცავებმა დაიწყეს ფოტორეპორტიორების მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლა და შანტაჟი, რათა შედეგად მათ მიიღოთ აღიარებითი ჩვენებები, რომელსაც გაასაჯაროებდნენ, საზოგადოება შეიყვანენ შეცდომაში და ამ გზით შეეცდებოდნენ საპროტესტო ტალღის ჩაცხრომას. ფოტო იპოვეს, გამოიღეს და დაიწყეს შანტაჟი, რომ ეს გავხსენდებოდა სოციალურ მედიაში. გამოძიება მიმდინარეობს და მე იმედი მაქვს, რომ დამკვეთებამდე აუცილებლად მივა. გიორგი აბდალაძე და ირაკლი გედენიძე დღეს ვახუშანაიას ამბებში 19 საათზე. გიორგი აბდალაძე და ირაკლი გედენიძე არიან ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმრები. საღამოშვიდობისა, დიდი მადლობა იმისთვის, რომ ხართ ჩვენს სტუდიაში. გიორგი, თქვენ მინდა დაგისვათ პირველი შეკითხვა. თქვენი აზრით, რატომ დასჭირდა ეს პერიოდი პროკურატურას, შესაძლებელი იყო თუ არა, აქამდე მოგვესმინა ჩვენ ეს განცხადება, რაც დღეს მოვისმინეთ. რაზე იყო დამოკიდებული ამ საქმის, ასე ვთქვათ, ამ ფორმით ცნობა საზოგადოებისთვის? ჩვენთვის ინფორმაცია ისეთი იყო, რომ ჩვენ საქმეს გრიფით საიდუმლოებდა 9 უწყების მიერ. ეს ერთი. მეორე ვფიქრობ, რომ თავისთავად ცხადია, პროკურატურა ახლა იმ მეთოდებით არ მუშაობს, რა მეთოდებითაც მუშაობდა წინა ხელისუფლების პერიოდში. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი დრო გავიდა, მე ერთ რამეში დარწმუნდი, რომ უსამართლობა არასდროს არავის არ შერჩენია და არ შერჩება. ჩვენი მხრიდან მადლობა გვინდა უთხრათ პროკურატურას გაწეული მუშაობისთვის. ეხლა სასამართლოს ჯერია, სასამართლომ უნდა განიხილოს ყველაფერი ეს და სასამართლომ უნდა გამოიტანოს ჩვენი უდანაშაულობის ვერდიქტი. იმიტომ რომ წინა ხელისუფლების პერიოდში ჩვენ ფოტოგრაფებმა, ფოტორეპორტერებმა სრულიად უდანაშაულო ადამიანებმა გვაღიარებინეს თუ როგორ და რანაირად ამის თაობაზე არაერთხელ გითხოვს. როგორი მეთოდებით და რანაირად ხდებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ რა ვიცი, დღეს იმედი გვაქვს იმისა, რომ საბოლოო ჯამში გამოძიება და სასამართლო პროცესები მიგიყვანს დამკვეთამდე. ყველა იმ ადამიანმა, ვინც ბრძანება გასცა, უკანონო ბრძანება გასცა, უნდა აგოს პასუხი აუცილებლად. აი, რა გიჩენთ იმის იმედს, რომ შესაძლოა გამოძიება გავიდეს, როგორც თქვენ ამბობთ, დამკვეთებზე და აქ გულისხმობთ მაღალი თანამდებობის პირებს. როგორ უნდა მოხდეს ეს, თუ გაქვთ ამის შესახებ ან ინფორმაცია, ან თქვენი ვარაუდი, როგორ შეიძლება გავიდეს გამოძიება ამ ეტაპზე? საგამოძიებო პროცესების მიმდინარეობა და თანამდებობას თუ მიხვები ჩვენ, ხო? მე ვფიქრობ, რომ ადრე თუ გვიანახა დამკვეთებს, რაც შეეხება ხა დღევანდელ დღეს დაპატიმრებულ დევნოზაშვილს, ის ერთ-ერთი დამკვეთი არის იმ ბრძანების, რა ბრძანებაც ჰქონდა მას. ის ხოლმე დასრულებდა იმ ბრძანებას, რა ბრძანებაც მიიღო მაღალი თანამდებობის პირებისგან. თორე ხა თავისი ნებით მე დევნოზაშვილთან არ შეხება მქონია, არც რაცობა მქონია და არანაირი ის არ ჰქონდა არადროს, მაგრამ დევნოზაშვილი ფიგურირებს მარტო ჩვენ საქმეში, არა, ეგრეთ წოდებული ბათუმელების საქმეშიც, ბათაშორის სასამართლომ არ მიუსაჯა მას პატიმრობა მაგ საქმეზე და ამ ჩვენ საქმესთან დაკავშირებით ნახოთ სასამართლო როგორ მიიღებს გადაწყვეტილებას, რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ ზუსტად ეს ჯაჭვი თუ ჩვენ ამას მიყვებით თანამდებურად, თავისთავად ცხადია, ხა სააკაშვილის ბრძანების გარეშე რომ ჩვენ ფოტოგრაფებს ვინმე ხელს მოკიდებთ ეს ამაში დარწმუნებული ვარ, რომ უშუალოდ მისი ბრძანებით იყო ეს ყველაფერი გაკეთებული.
ირაკლი, როდის ჩათვლით, რომ ეს საქმე არის თავიდან ბოლომდე გახსნილი და მთელი სიმართლე ამ საქმეზე არის დადგენილი? აი, როდის იქნება ეს ეტაპი თქვენთვის პირადად, თქვენ როდის ჩათვლით ამას, რომ ეს ყველაფერი დასრულდა? საქმე ჯერჯერობით ამ ეტაპზე გახსნილად არის გამოცხადებული, მაგრამ ვთვლი, რომ საბოლოო ჯამში საქმე დამთავრებულად ჩაიფლება მაშინ, როცა დამკვეთებიც გამოვლინდებიან. ამ განცხადებაში პროკურატურიდან მე მინდა წაუკითხო უბრალოდ საზოგადოებას და შემდეგ თქვენი კომენტარიც მოვისმინო. ფოტორეპორტიორების დაკავებამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტი ახორციელებდა ზურაბ ქურციკიძის სატელეფონო საუბრების ფარულ მიყურადებას. ქურციკიძე 2004 წლიდან დღემდე მუშაობს ევროპის პრესა-აგენტო EPA-ს ფოტორეპორტიორად, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ფრანკფურტში, ხოლო ამიერკავკასიის მასშტაბით ქალაქ მოსკოვში. თავისი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე ზურაბ ქურციკიძეს ხშირი სატელეფონო საუბრები ჰქონდა ხსენებული სააგენტოს თანამშრომელთან, რომელთანაც ხელშეკრულების საფუძველზე ჰონორარის სანაცვლოდ უგზავნიდა როგორც მის მიერ გადაღებულ ფოტოსურათებს, ასევე ამ სააგენტოს სტრინგერების უშტატო თანამშრომლების ირაკლი გედენიძის და გიორგი აბდალაძის მიერ გადაღებულ ფოტოებსაც. წერია პროკურატურის ამ განცხადებაში, რაც დღეს საზოგადოებას უთხრეს პროკურატურიდან. თქვენ გქონდათ მაინც დაახლოებითი წარმოდგენა, რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა, რა გაგრძელება იმას, რა ნაბიჯით გადადგით, გულისხმობ ფოტოების გადაცემას და შემდეგ გავრცელებას. რა თქმა უნდა, ნაწილობრივ მე საზღვრავდი რა შეიძლებოდა მოყოლოდა, მაგრამ მე ვიდექი იქ, სადაც პროფესიონალები იდგნენ ჩემი მეგობრები და ვიღებდი საქართველოში ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და შემდეგ ამას ვაშუქებდით ცივი გონებით. რეალობას ვაჩვენებდით ფაქტიურად. შეგიძლიათ ცოტა უფრო მეტი გითხრათ იმის შესახებ, რაც დღეს პროკურატურამ თქვა, ძალიან ესეთ თემას ვეხებით, აქ ლაპარაკია გარკვეულ პირად ინფორმაციაზე, ფოტოსთან დაკავშირებით, რომელიც როგორც ითქვა, ამოღებულია თქვენი კომპიუტერიდან. აი, რაზე იყო საუბარი უფრო კონკრეტულად, რისი თქმაც შეგიძლიათ და ეს იყო თუ არა გადამწყვეტი, ასე ვთქვათ, თქვენ წინააღმდეგ, როდესაც მოქმედებდნენ. რა თქმა უნდა, მოგახსენებთ, ესე იგი, ჩემი ბინიდან ჩხრეკისას ამოიღეს ჩემი პირადი კომპიუტერი, სადაც პრინციპში ინახებოდა ჩემი არქივი, მრავალი წლის ნამუშევარი და იმ პერიოდისთვის გავიხსენებ გაზეთ პრაიმ ტაიმში ქვეყნებოდა ერთი გვერდი იყო გამოყოფილი, ესე იგი მოდელები იყო გადაღებული ნიუ სტილში. აქედან გამომდინარე მე მიწევდა ამ მოდელების გადაღება და სახლში მოწყობილ სტუდიაში მყავდა გადაღებული ჩემთვის პირადი არქივისთვის, იქ განათებაზე ასე ვთქვათ ვარჯიში მიდიოდა ჩემი მეუღლე. აი ჩემი მეუღლის სურათი იყო ერთ-ერთი, რომელიც დაგვიდეს მე და ჩემ მეუღლეს და ეს იყო გადამწყვეტი მომენტი, თორემ მანამდე მუქარა იყო ჩემი შვილების მიმართ, ანუ მე მითხრეს რომ დაფიქრდი, ჩვენ ვიცით ყველა მათი გადაადგილების მარშრუტი, რომელიც სკოლაში სწავლობენ და დაფიქრდი მათ მომავალზე. ამაზე უარი რო უთხარი, მე უდანაშაულო ვარ და არაფერი დანაშაული არ მიმიწვის კონკრეტულ ჯავშურს საქმიანობაში მეთქი. ნუ შემდეგ უკვე შემპირდნენ რომ ამ სურათის დადების შემდეგ შემპირდნენ რომ გავრცელებოდა სოციალურ ქსელში. იგივე უთხრეს ჩემს მეუღლესაც. ეს იყო და ეს. თორემ მსგავსი სურათები და ამან იქონია გადამწყვეტი გავლენა როგორც თქვენ ამბობთ. კი ბატონო. გიორგი, თქვენც მინდა დაგისვათ ეს შეკითხვა, ანუ თქვენ როდის მიხვდით, რომ შესაძლოა ძალიან სერიოზულად ყოფილიყო თქვენთან დაკავშირებით საქმე? მე ვგულისხმობ აი ამ ფოტოების აკეთს, იმიტომ რომ თქვენ პირდაპირ უკავშირებთ 26 მაისის ამბავს იმას, რაც გაგრძელება იყო. მე დარწმუნებული ვარ ამაში, რომ 26 მაისის გამო დავისაჯეთ თითოეული ჩვენთაგანი. დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ საერთაშორისო მედიაში გამოქვეყნდა ეს სურათები, ამან გამოიწვია საკმაოდ დიდი რეზონანსი, თუ როგორი და რა მეთოდებით გაუსწორდნენ მომიტინგეებს იმ პერიოდში. ღამის 3 საათი იყო ჩემთან სახლში, როდესაც შემოვარდა დაახლოებით, ანუ არ ვიცი, რაღაც 30 კაცამდე, რომლებსაც წამიკითხეს ბრალი, ჯაშშობის, რაზეც თავის დროზე გამეცინა და ნუ მე ვფიქრობდი, რომ რაღაცა აი იმდენად აბსურდული იყო ეს ყველაფერი.
ჩემთვის და წარმოუდგენელი იყო, რომ ეგეთი მსგავსი მუხლით შეიძლება ადამიანი მით უმეტეს იმ ადამიანს, რომელსაც არანაირი შეხება ჩვენ წოდომაც კი არ ქონდა იმ ინფორმაციასთან, აი ინფორმაციას დღეს დევს პროკურატურაში, რომელსაც გრიფი აეხსნა და სასამართლო საკმაოდ საინტერესო იქნება მედიისთვისაც, იმიტომ რომ მათი მხარდაჭერა რომ არა, ჩვენი ისტორია და საერთოდ სიტუაცია როგორ დამთავრდებოდა კაცშვილმა არის. მოდით უთხრათ საზოგადოებას რა დოკუმენტებზეა ლაპარაკი. აქ არის გრიფიედო ამ დოკუმენტაციას, აქ არის სტენოგრამები, თითქოს ჩემს სახში იპოვეს სტენოგრამები, რომელიც მე რატომღაც ვითომ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ოთახიდან წამოვიღე და ანუ რაღაც აბსოლუტურად რომელიც შემდგომში უნდა გადამეცა ქურციკიძეს. თუ ვინ როგორ და რანაირად ჩადო ეს დოკუმენტაცია ჩვენ საქმეში, რა შინაარსის არის ეს დოკუმენტაცია დღემდე არ ვიცი ჩვენ. ეს ყველაფერი სასამართლო პროცესებზე გაჟღერდება. ვინ აგვამს დოკუმენტაციაზე პასუხი ჩვენ რო ვითომ და მოვიპარეთ და ვითომ და ვცდილობდით ქურციკიძეს და მე მანჯურიაში ამ ყველაფრის გადაგზავნა. ეს ყველაფერი იყო ერთი სტილი, ერთი მეთოდი, ამ მეთოდით მუშაობდა წინა პროკურატურა, ამ მეთოდით წინა პერიოდში ცდილობდნენ გადაეფარათ გახმაურებული ამბები. იმ პერიოდში ჩვენ კარგად გვახსოვს რაღაც საპატრიარქოს ამბებთან დაკავშირებით იყო ნებათა ღელვა და საკმაოდ მრავალრიცხოვანი მიტინგები იყო და დაემთხვა ჩვენი პატიმრობაც. ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირში იყო. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი დაჭერით ისინი ცდილობდნენ ყველა ჟურნალისტი გაეფრთხილებინათ, რომ მსგავსი აზრიც არ მოსვლოდათ, რომ რამე საწინააღმდეგო დაეწერა. აი ის დოკუმენტები, გიორგი, რაც ახლა ახსენეთ, საგარეო საქმეთა სამინისტროს დოკუმენტები, შეგიძლიათ გითხრათ რა დაახლოებით რა შინაარსის მატარებელია ისეთი წარმოდგენა არა გვაქვს. ჩვენ არა გვაქვს არანაირი წარმოდგენა იმისა, თუ რა დევს საქმეში. საქმეს გრიფი აეხსნა დღეს. სასამართლო პროცესის ველობის პერიოდში ყველაფერი გამოაშკარავდა. ჯერ ესეთი, მეორე, მე საგარეო საქმეთა სამინისტროში მაგ პერიოდში უკვე მუშაობდი გაზეთ ალიაში. ანუ მე 26 მაისის პერიოდში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეხება არ მქონია საერთოდ. მე ვიყავი უშტატო კორესპონდენტად, მან ისიც თხოვნით, იმ პერიოდში ია იყო ჩემი ხელმძღვანელი და მან თხოვა, რომ რაღაც გარკვეულ პერიოდში დავხმარებოდი ფოტოგადაღებით საგარეო საქმეთა სამინისტროში მქონდა ისეთი შეხება, რომ აი დამირეკავდნენ მოდი გადაღებაზე, მივიდოდი გადავიღებდი, იქვე ჩავწერდი და მოდივდი. ბოლო პერიოდში მე უარი განვაცხადე, იმიტომ რომ ანაზღაურება იმდენად მწირი იყო, რომ არ ძღირდა იქ მისვლა და მუშაობის გაგრძელება და მე დავიწყე გაზეთ ალიაში მუშაობა. ალიას რედაქციას რომ არ დაეწყო ეს პროტესტი, ბატონ ბრეგვაძე გიორგის, რომელმაც თავიდან დაიწყო ეს ყველაფერი. აი ტალღა ჟურნალისტები რო არ გამოსულიყვნენ, ვინც პროტესტი გამოთქვა, საზღვარგარეთ რომ ხარი არ დაეჭირა ჩვენთვის და ეს საერთაშორისო ისეთი რეზონანსული გახდა ფოტოგრაფების საქმე, რომ მსგავსი ისტორია თუ რამე საქმე არსებობს, ესეთი რომელიც ორი კვირის განმავლობაში CNN, BBC, Euronews ყველა წამყვანი საინფორმაციო სააგენტოები იწყებდა ამ კადრებით, რომ საქართველოში დაიჭირეს ფოტოგრაფები ჯაშუშობის მუხლით. ის სატელეფონო საუბრები რაც დაიდო ჩვენი პატიმრობის პერიოდში ერთ-ერთ საიტზე საროკანეტ მე მგონი გულისხმობთ მერაბიშვილის უტიაშვილი ხიზანიშვილი იქ ადეიშვილი საუბრობს ბოკერიაზეც არის საუბარი და ასე შემდეგ მეტყველებს იმაზე რომ ეს ეგრეთ წოდებული ფეისები წვითავდნენ ჩვენ ყოფნა არ ყოფნას რა ეკნათ ჩვენთან დაკავშირებით იქ შიგნით იყო შიდა განხეთქილება ამასთან დაკავშირებით იმიტომ რომ ნაწილი ხვდებოდა იმას ელემენტარული წოდომა არ ქონდა არცეც მსგავს ინფორმაციებთან ეს ერთი მეორე მინიმუმ ვიღაცა საყვედური ხო უნდა ეთქვა იმ ადამიანებისთვის აი ეს იმდენად აბსურდულად იყო ყველაფერი შეკერილი რომ ერთი სული ქონდათ რომ დროზე მიეღოთ აღიარებითი ჩვენება ყველაფერი გააკეთეს ამისათვის და ყველა მექანიზმი გამოიყენეს ამისათვის რომ ჩვენგან აიღოთ აღიარებით ჩვენება და დაგვემუქდნენ კიდევაც რომ გამოხვალთ ციხიდან დაივიწყეთ ცუდი სიზმარებით მათ შორის იყო ეს პიროვნება ერთ-ერთი მე პირადად დევნოზაშვილთან მიმართებაში ვეუბნებით ერთ რამეს ის იყო ერთ-ერთი შემსრულებელი ამ ყველაფრის რაც ხდებოდა ჩვენ თავს ყველაზე მთავარია რომ სისტემურად ხდებოდა ეს
როგორ მუშაობდა სისტემა, უნდა გამოაშკარავდეს ეს და რა შეეხება საპყრობილის დირექტორს, აი მისი როლი რა იყო ამ ყველაფერში? მისი როლი იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. რაც ხდებოდა გზანის საპყრობილეში, ახლა მე რო კიდევ ერთხელ მოხვე ეს ყველაფერი გზანის საპყრობილე რა იყო მიხეილ სააკაშვილისთვის ან წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებისთვის, ამის არც დრო არის და არც არაფერი, იმიტომ რომ ეგ საზოგადოებამ კარგად თვითონ გადაუღეს ამ ყველაფერს. ვიდეო კადრები არსებობდა, ჩვენ ვიდეო კადრები გავასაჯაროვეთ და პროკურატურამ ამ ვიდეო კადრებით მიაკვია. საკუთარ შემსრულებლებს უღებდნენ ფარულ ვიდეო კადრებს, როგორ ასრულებდნენ დავალებას. აი წარმოიდგინეთ ახლა როგორ აუხსნა ეს ხომ მე გავასაჯაროვე ტელევიზიით. გასაგებია, ჩვენ მე მინდა ირაკლის დაუსვა ერთი შეკითხვა, რომ შევახსენოთ საზოგადოებას, უთხრათ როგორ განვითარდა საერთოდ ეს ყველაფერი. ესე იგი, თქვენ გადაიღეთ ფოტოები შემდეგ ეს მიაწოდეთ მივაწოდე სააგენტო Reuters მე სააგენტო Reuters-ში მუშაობდი სტრინგერ ფოტოგრაფად და შემდეგ Reuters-მა გაავრცელა უცხოურ პრესაში და ამით რამოდენიმე ამით დაიწყო ყველაფერი, მოყვა რეზონანსი, საქართველოში ეს ამბები მოხდა. რა თქმა უნდა, სატელევიზიო კადრებიც არსებობდა, მაგრამ ფოტო კადრი უფრო დიდხანს მუშაობს და უფრო ეფექტურია ვიდრე ვიდეო კადრი. თქვენ გარდა იქ სხვებიც მუშაობდნენ, ხო ეს ფოტოები ვერ გავრცელდებოდა ისედაც თქვენ რომ არ ნადირობა იყო ჟურნალისტებმა, აბათი შემოვიჭერთ საუბარში, მაგრამ ნადირობა იყო ჟურნალისტ. ჩვენ ვართ ის ფოტოგრაფები, ვისაც გადაურჩა აპარატურა და ვინც გამოაშკარავა ის რაც ხდებოდა 26 მაისს. ამიგეთ, რეპორტერები უამრავი იყო, მაგრამ წვდომა იმისი რომ ჯერ ესეთი თავსხმაცვიმა იყო საკმაოდ ბევრ კორესპონდენტს გაუფუჭრეთ. მეორე ნადირობა იყო ჟურნალისტებზე. არიან ჟურნალისტები უამრავი, გიორგი რაგვარია ის ჟურნალისტი ერთ-ერთი რომელმაც თავის ჭრილობები აჩვენა. უამრავი ჟურნალისტი მეორე დღეს დამტრეული ნეკნებით და აპარატურით. გასაგებია, ირაკლი, თქვენ ანუ ნადირობა იყო ჟურნალისტებზე, მაგრამ თქვენ გამომდინარე იქიდან რომ იყავით პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი, ქონდათ უფრო მეტი შესაძლებლობა, ანუ თქვენ არ შეგეხნენ თუ როგორ არა, ამაში ესე იგი ინფორმაცია არა გაქვთ. მე ესე იგი არსად არ მიხსენებია რომ ვიყავი ქაური თანამშრომელი, უბრალოდ მე ერთი მომენტში გამიმართლა და მეორე მქონდა დიდი გამოცდილება მსგავს სიტუაციებში, დარბევების და საომარ სიტუაციებში, როგორ უნდა მოქცეულიყავი, სად უნდა დამდგარიყავი და როგორ უნდა გადამეღო, რომ ასე თუ ისე შეუმჩნეველი დავჩენილიყავი. მე ადმინისტრაცია პირდაპირ ვაცხადებ თქვენი ეთერით, ადმინისტრაციის თანამშრომლობა გამოვიყენე პოლიციელებთან, როდესაც თვითონ მიცნო გიორგი მამაცაშვილმა, ეხლა გიორგიამ რო თქვა გიორგიზე იყო საუბარი, საშინლად ნაცემმა მე ვერ ვიცანი თავიდან, მთხოვა რომ არ მიჯერებენ რომ ჟურნალისტი ვარ და გთხოვ მიშველეო. ნუ უთხარი პატრულის თანამშრომელს ყავდა დაკავებული, უკვე ხელბურკილები ქონდა დადებული მამაცაშვილს და გთხოვე გაეშვა, იმიტომ რომ დაუმოწმე რომ ის იყო ნამდვილად ჟურნალისტი, შეიძლება მეთქი ესეთ ამბავში დაკარგა საბუთი და მე ეს პიროვნება ვარ და თუ მიჯერებ და თუ გაქვს საშუალება გაანთავისუფლე. ნუ დამიჯერა და გაუშვეს. აი ეს იყო ერთი მომენტი. გასაგებია და ბოლო შეკითხვას დაგისვამთ და დავასრულებთ გადაცემას. აქ როდესაც ლაპარაკი არის დამკვეთებზე, თქვენც გიორგის ვკითხე ამის შესახებ, თქვენგანაც მინდა მოვისმინოთ, რა გიტოვებთ იმედს იმისა, რომ უფრო მაღალ დონეზე შეიძლება წავიდეს ეს საქმე, ვიდრე დღეს არის, თქვათ ის დაკავებული ადამიანის დონეზე. რა ვიცი, რა თქმა უნდა, ეს უნდა წავიდეს კიდევაც, მაგრამ ეს იქნება შედარებით ხანგრძლივი. რაზეა დამოკიდებული? თქვა დაკავებულმა ადამიანმა თუ მისცა ჩვენება სხვის წინააღმდეგ, თუ სხვარამე ფაქტორები არსებობს. საგამოძიებო ქმედებები, შემდგომ საგამოძიებო ქმედებებზეა დამოკიდებული. და რა თქმა უნდა, იმ პიროვნებაზე, ვინც არის ეხლა დაკავებული და თუ საგამოძიებო ქმედებები
ცვლილებები მოითხოვს იმას, რომ სხვა ვინმეც დააკავოს, ეხლა ამაში კომპეტენტური მე არა ვარ. ამითი გამოირკვევა უკვე ვინ ავალებდა ამ უაზრო საქმის შეკერვას, რომელმაც უფრო მეტი ზიანი მიაყენა ქვეყნის იმიჯს, ავტორიტეტს, ვიდრე ჩვენმა გადაღებულმა ფოტოებმა. ჩვენ მხოლოდ სიმართლე ვაჩვენეთ სოფლიო საზოგადოებას. გმადლობთ გადაცემაში მონაწილეობისთვის. ირაკლი გედენიძე და გიორგი აბდალაძე იყვნენ ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმრები. რამდენიმე წუთში დავუბრუნდებით სხვა სტუმრებთან ერთად ჩვენ ვისაუბრებთ გახმაურებული საქმეების შესახებ.